მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდა დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საუბრობისა. ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ ციხეში ამჯერად გერმანიის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბერლინის პროკურატურამ სასტუმროში დააკავა. ერთი დღით ადრე კი გერმანულმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს ოქრუაშვილთან ერთად გერმანული სასამართლოს წინაშე იასონ ჩიხლაძე იგივე ვოლკი წარდგება. კურნალობისთვის ევროპაში წასული ბრალდებული მინისტრი ორთვიანი პაუზის შემდეგ ისევ პატიმრობაში აღმოჩნდა. გერმანიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და ინტერპოლის მიერ ძებნილი ოქრუაშვილი დააკავა. რაც შეეხება ბრალდებულის ექსტრადირებას, ეს გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლომ უნდა მიიღოს. ირაკლი ოქრუაშვილი ისევ დაიჭირეს ამჯერად ბერლინში. პირველ ინფორმაციას გერმანული გამოცემა ბერლინარ ცაიტუნგი ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბერლინში ქართველი სამართალდამცველების თხოვნით დააკავეს. ინფორმაციას ბერლინის პროკურატურა ადასტურებს. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ პიროვნება სახელით და გვარით ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ საღამოს ბერლინში დააკავეს. დაკავებაზე საქართველოს მოთხოვნა იყო და ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. კონკრეტულ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ქართულ მხარეს 40 დღე აქვს, რომ ექსტრადიციისთვის აუცილებელი ყველა იურიდიული დეტალი მოაგვაროს. ვიმეორებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ამ დროისთვის გახდა ცნობილი. რამდენიმე წუთის წინ გერმანულმა გამოცემამ ბერლინის ცაიტუნგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. თბილისში ინფორმაცია დღის 3 საათზე გავრცელდა. თავდაცვის ექს-მინისტრი ბერლინის ერთ-ერთ სასტუმროში აიყვანეს. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ პირველი კომენტარი თბილისში თავდაცვის ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ სახლთან გააკეთა. ბატონი ოქრუაშვილის დაკავებაც, დაპატიმრებაც, მისი ქვეყნიდან წასვლაც, შემდგომ ეხლა ისევ დაპატიმრება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით განპირობებული. ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტაცია ხელთ, რომელიც ადასტურებს, რომ ბატონი ოქრუაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომ მას კრიმინალურ ბრალდებებთან არაფერი არ აქვს საერთო. ოქრუაშვილის დაკავების შესახებ მისმა თანამოაზრეებმა ტელევიზიით შეიტყვეს. ძალიან სასაცილო და ძალიან მოგვაგონებს ჩვენ საბჭოთა წარსულს. თუ ეხლა ისევ დააწერინებენ აღიარებით ჩვენებას, მე ისევ გაუშვებენ, ისევ გააკეთებს გადათქმას, მე ისევ დაიჭერენ. ეს ყველაფერი გრძელდება მანამდე, სანამ ქვეყანას მართავს მიხეილ როდიონოვი. ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, ძალით გაგდებული თავის ქვეყნიდან. ეს არის ცალსახა. არ შეიძლება ადამიანს შეუვარდეს სახში, შეიარაღებული, ყველამდე შეიარაღებული. რაზმით ჩასვა თვითფრენავში და გააფრენო გაურკვეველი მიმართულებით. ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიას თავს თითქმის ერთი თვე აფარებდა. მას პატიმრობა მეორედ 2 კვირის წინ საქალაქო სასამართლომ პროცესზე გამოუცხადებლობის გამო შეუფარდა. წითელი ცირკულარით ძებნილი თავდაცვის ექს-მინისტრი გერმანელმა სამართალდამცველებმა 27 ნოემბრის ღამით დააკავეს. დაკავების დეტალები საქართველოში გერმანიის საელჩოსთვისაც უცნობია. მოხდება სასამართლოს მიერ მსჯელობა და მისთვის გაწოდების მიღების წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ და ამის შემდეგ საქართველოს მხარე წარმოადგენს ყველა იმ დოკუმენტს, რაც არსებობს ოქრუაშვილის საქმეში და იქნება შესაბამისი გაწოდებაც მოუწევთ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებამდე ერთი დღით ადრე გერმანელმა სამართალდამცველებმა მისი თანამოაზრე ასევე ძებნილი იასონ ჩიხლაძე იგივე ვოლკი აიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თურქეთის გავლით ჯერ რუსეთში გაიქცა, შემდეგ კი გერმანიაში მეგობარ ოქრუაშვილთან გადავიდა. რანაირად გაგიწვრათ ხელებიდან და რანაირად აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციაში დღეს? ინფორმაციით, სხვა პასპორტით ანტალიიდან იგი გადაფრინდა პირდაპირ რუსეთში. გაითვალისწინეთ ხალხო, რომ საუბარი არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების უფროზე. ესე იგი ადამიანზე, რომელიც ის ყველა საიდუმლო ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის შესყიდვების და ეს კაცი აღმოჩნდა პირდაპირ მოსკოვში. დაკავებულების საქართველოში ექსტრადირებისთვის პროცედურებია გასავლელი. ქართველმა სამართალდამცველებმა გერმანელ კოლეგებს დოკუმენტაცია უნდა მიაწოდონ. ამ დოკუმენტების განხილვის შემდეგ ბერლინი გადაწყვეტს ქართველი ძებნილების თბილისში ექსტრადირების საკითხს. ბადრი პატარკაცშვილი თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და პროგნოზებს თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები საქართველოში კვლავ რუსულ მედიას აცნობს. პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ ჟურნალ ვასტისში დაიბეჭდა. ბადრი პატარკაცშვილი ხელისუფლების იმ გეგმებზე საუბრობს, რომლის მეშვეობითაც მისი პერსონის დისკრედიტაცია და დაპატიმრება იგეგმება. ციტატა ინტერვიუდან. მე მაქვს ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში თუ წინა საარჩევნო კამპანია ხელისუფლების წინააღმდეგ წარიმართება, გივით არგამაძესა და ნიკა რურუა სპეციალური გეგმა აქვთ შემუშავებული. ისინი შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის
ინსცენირებას, რომლის დროსაც ორივე მხრიდან იქნებიან დაღუპულები. პროვოკატორები ძირითადად ჩეჩნები იქნებიან. დაჭრილების შემდეგ ტელევიზიაში მიიყვანენ, სადაც ისინი იტყვიან, რომ თავდასხმა ბადრის ორგანიზებული და დაფინანსებული იყო. ციტატის დასასრული. ბადრი პატარკაცშვილი ასევე არ გამორიცხავს ვითარების დაძაბვას კოდორსა და ცხინვალში მისი ინფორმაციით იქეგმება სომხების გამოსვლები და დაპირისპირებები ჯავახეთში. როგორც ჩანს, არის დაწერილი ერთ-ერთი რიგითი რუსი, არ ვიცი, პოლიტექნოლოგიის თუ იმ სტრუქტურების წარმომადგენლის, რომელსაც სწორედ თავად დასახელებს პატარკაცშვილი ამ ინტერვიუში, SOR-ის თუ FSB-ს, არ ვიცი, რომლებიც აღალი ხარისხით მუშაობის არ გამოირჩევიან და პრაქტიკულად აქ არის ჩაყრილი ამ ეგრეთ მისი სიტყვებით ინფორმაციაში ყველა ის შესაძლო პროვოკაცია, რომელიც შეიძლება როდესმე მოხდეს საქართველოში, ან როდესმე შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. ყველა რუსული ოცნება ერთად თავმოყრილი ნებისმიერ ამ ქმედებებისგან რომ მოხდეს საქართველოში, რუსებს გაუხარდებათ ბუნებრივია, მაგრამ ეს მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე თუ ვინ გადაწყვიტა რომ შეუძლია გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ის რომ პატარკაცშვილი ინდიელებით მესამე პირში ლაპარაკობს საკუთარ თავზე, არანაირად არ ცვლის იმ რეალობას, რომ ეს არის ნამდვილი ვიგინდარა სინამდვილეში. მე არ ვიტყოდი რომ თქვათ ეს არის ის სქემა, რომლითაც თვითონ პატარკაცშვილი აპირებს მოქმედებას, როგორც ჩანს, მას აქვს იმედი რომ ამოყო მართლა უამრავი ვარიანტიდან რუსეთი რომელიმეს განახორციელებს და შემდეგ პატარკაცშვილი იტყვის რომ აი მე ხო ამბობდი და ასე შემდეგ. ოლიგარქები უკრაინის პრეზიდენტ საქართველოს ვარიანტის გამეორებით ემუქრებიან ინტერნეტში რუსეთის მოქალაქის უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენის კონსტანტინ გრიგორიშინისა და სავარაუდოდ ბორის ბერეზოვსკის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, სადაც ბერეზოვსკი უკრაინაში სატელევიზიო არხის შეძენას ითხოვს. ლონდონში მყოფი ოლიგარქი თავის უკრაინელ კოლეგას ატყობინებს, რომ მას ნებისმიერი მედია საშუალება ესჭიროება გაზეთებიც და ტელევიზიაც. საუბრისას პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს და უკრაინაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ დავით ჟვანიასაც ახსენებენ. ბერეზოვსკი იმუქრება, რომ თუ იუშენკო ჟვანიას არ დაუჯერებს, ის ქვეყანაში საქართველოს ვარიანტს მიიღებს და ამ შემთხვევაში მას ჯორჯ ბუში ვეღარ უშველს. ბორის აბრამოვიჩ, მე მათ ვეუბნები რა მოხდება, მათ კი ეღიმებათ და მიკიდებენ. საერთოდ მე ინფორმაცია მაქვს, რომ ბენია მოსკოვთან არის შეკრული. თქვენ მას რაღაცში სჭირდებით, თუ პირდაპირ გადის პუტინზე. მასმედია, ტელევიზიები, გაზეთები, ახლა ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს. ბორის აბრამოვიჩ, ტელევიზიებთან დაკავშირებით სირთულეებია. ჩემო ბიჭებმა გაიგეს, არაფერი არ იყიდება. ეს ჩვენი მეგობრები ყველაფერს ყიდულობენ. მათია უკვე ინტერიც, R+1-იც და NTN-იც. მინჩუკიც არ იყიდება. არის ტონისი, მაგრამ ეს წვრილმანია. თან მისანაცვლოდ 300 უნდათ. რამდენი 300? 300-ად რუსეთშიც ვიყიდი. ვისთანაც გინდა მიდით მოლაპარაკებებზე. მე მჭირდება ტელეარხი, მაგრამ ცეცხლის ფასად არა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ ეს ახლა სასწრაფოდ გჭირდება. რუსეთში არჩევნები რომ ჩაევლის, ვის რაღაც დაჭირდება ეს ყველაფერი. პეტიასგან რა ისმის? პეტია ამბობს, რომ იუშს არ უნდა კომუნისტები კოალიციაში, მათ გარეშე კი ხმები არ ყოფნის. იუში ყველაფერს სპეციალურად აკეთებს. კოალიცია რომ არ შედგეს და ქვეყანა თვითონ მართოს. ვიცა გაიჩალიჩებს, კიევში მიიღებს თბილისს. ის ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე. ბუში მისთვის თავს არ დადებს. რა გონია რომ ბუში გადაარჩენს, თუ გონია რომ არავინ იცის მის ფლირტზე გაზპრომთან. არა ის მართლა იდიოტია. ჯობია ჟვანიას და ბალოგას მოусმინოს. იმედის მაუწყებლობის განახლება იმ პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხელისუფლება არხის მფლობელებს უყენებს. ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის გარდა მოთხოვნებში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვაც შედის. თუმცა ეს პირობები იმედის ხელმძღვანელობისთვის ულტიმატუმის ტოლფასია. ახლა პასუხს შეერთებული შტატების ხელისუფლება ელოდება. ხელისუფლებიდან ელოდება ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როდის გავა ეთერში იმედის გადაცემები. ხელისუფლება იმედის მაუწყებლობის აღსადგენად სამ პირობას აყენებს. ამ მოთხოვნებზე პასუხს მთავრობა კვირის ბოლომდე უკვე ნიუზკორპისგან ელოდება. ხელისუფლება იმედისგან ფინანსური დოკუმენტების გამჭვირვალობას, კომპანიის მფლობელის და მართვის უფლებების დაზუსტებას, ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების დაცვას ითხოვს. მოთხოვნები მთავრობის ხტომაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა კახალომაიამ ჩამოაყალიბა. საქართველოს მთავრობას არ დაუყენებია საკითხი, გაიხსნება თუ არა. რა თქმა უნდა გაიხსნება, ოღონდ ამ გახსნას თან უნდა ახლდეს იმ პირობების დაცვა, ფინანსური, მართლობითი და ეთიკური პირობების დაცვა, რომელიც სავალდებულოა ყველა მედიისთვის შესასრულებლად საქართველოშიც და მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. ესაძლოა იქ რაღაც მატერიალური ზარალი მიადგა იმ მომენტში იმედს, ამაზე ჩვენ უთხარით რომ ზარალი იქნება ანაზღაურებული
იმედის პოლიტიკური პროგრამების დირექტორისათვის ეს პირობები ულტიმატუმის ტოლფასია. როდესაც საუბარი არის ტელევიზიაში ფაქტობრივად საკადრო ცვლილებების, საქართველოს ხელისუფლების შეხედულების შესაბამისად გატარებაზე, სხვა არაფერია თუ არა ულტიმატუმი და ზეწოლა ნიუს კორპორაციაზე, რათა მათი სიმპათია, ანტიპათიის მიხედვით, ესა თუ ის ჟურნალისტი, ესა თუ ის რედაქტორი ან სხვა რომელიმე პროფესიის მქონე ადამიანი ტელეკომპანიაში წავიდეს სამსახურიდან. იმედის თანამშრომლებს ეს მოთხოვნები რამდენიმე დღის წინ ნიუსკორპის ვიცე-პრეზიდენტმა გააცნო. მარტინ პოპადური თბილისში ახალი პრემიერ-მინისტრისა და ძველი ბიზნეს პარტნიორის მოწვევით იმყოფებოდა. პირობა პოლიტიკაში ჩართულმა ჟურნალისტებმა ტელესივრცე დატოვონ, მასაც წაუყენეს. დავაფიქსირეთ ჩვენი სურვილი, რომ ის ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკაში წავიდნენ, ან მიდიან, ან დიდი ხანია პოლიტიკაში ასპარეზობენ, ალბათ არ არის სწორედ და მიზანშეწონილი, რომ ისინი ამავდროულად ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ, მათ შორის იმას. ყველა ჟურნალისტი არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, ამა თუ იმის, როდესაც ის აშუქებს ამა თუ იმ მოვლენას. ტელევიზიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ესოდენ ინტელექტუალური ღიმილი გააჩნია, აკონტროლებს და რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი აკონტროლებს, ჩემინებით არ გავჩერდები, სულ რომ რაღაც კულტურაზე მიწევდეს მუშაობა, ვთქვათ, ან სელაპებზე ვაკეთო რეპორტაჟი ავსტრალიიდან. ხელისუფლება ნიუსკორპისგან პასუხებთან ერთად ფინანსურ დოკუმენტაციასაც ელოდება. უშიშროების საბჭოს ეჭვს იწვევს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც იმედის ერთწლიანი მართვის უფლება ამერიკულ მხარეს $3,500 გადაეცა. $3,500 ჩემთვის ეს კითხვა არ არის იმდენად აქტუალური, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს $3,500 არის უბრალოდ სიმბოლური თანხა, რომელიც წერია ხელშეკრულებაში, ასეთი ხელშეკრულებები ძალიან ხშირია, როდესაც $1-ზე თანხმდებიან ხოლმე, ეს არის სიმბოლური თანხა. ნიუსკორპს თხოვეთ, რომ ეჩვენებინათ ჩვენთვის ნებისმიერი სახის კონტრაქტები და სხვა დოკუმენტები არსებული სხვადასხვა აქციონერს შორის. და ეს გავაკეთეთ პირველ რიგში იმისათვის, რომ გაგვეგო მაინც, მინიმუმ გაგვეგო, თუ როგორია სინამდვილეში აქციონერთა სტრუქტურა. ნიუსკორპი უკვე წილის მფლობელია, უკვე აქციონერია. ეს ქართული სარეესტრო და ასე შემდეგ მონაცემებით არ დასტურდება. მოვლენების განვითარებას პირველ რიგში იმედის თანამშრომლები და ჟურნალისტები ელოდებიან. ბურთი ნიუსკორპის მოედანზე უკვე ნასროლია ხელისუფლების მხრიდან. ეხლა არის ყველასთვის მნიშვნელოვანი თუ რა პასუხი იქნება ნიუსკორპის მხრიდან გაცემული ხელისუფლების შეკითხვებზე და გაიზიარებენ თუ არა ნიუსკორპის ხელმძღვანელები იმ მოთხოვნებს, რომელსაც აყენებს საქართველოს ხელისუფლება. ნიუსკორპის წარმომადგენლები ამჟამად სათაო ოფისში იმყოფებიან. პირველ რიგში მათ ურთიერთობების გარკვევა არხის მფლობელთან ბადრი პატარკაციშვილთან მოუწევთ. 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ტელევიზიოს მედია საბჭოს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიღებული დოკუმენტი უკვე დარიგებულია, როგორი პრინციპებით უნდა გააშუქონ ტელევიზიებმა წინასაარჩევნო პერიოდი და რა აუცილებელი ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ ჟურნალისტებმა, რომ მედიამ ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას არ შეუწყოს ხელი. ამ პირობების დაცვას სპეციალური მრჩეველთა საბჭო გააკონტროლებს. სამ დღეში მედია საბჭო და დამოუკიდებელი ჟურნალისტები პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან. ამ შეკრებაზე გადაწყდება იმ არასამთავრობოთა ვინაობა, რომლებიც სამომავლოდ ტელემაუწყებლებთან იმუშავებენ. შექმნას რაღაცა ტიპის მრჩეველთა საბჭო, შეიძლება საერთოდ შეიძლება ყველამ თავისი და შემდეგ ამ მრჩეველთა საბჭომ უნდა მიადვინოს თვალყური ამ თანახევრის განმავლობაში, სწორედ აი ამ წესების დაცვას. მოვახერხოთ პოლიტიკოსებისაგან, პოლიტიკური კლასისაგან დამოუკიდებლად წარმართოთ ჩვენი საქმიანობა. ვის მხარეს ახარ ეს საკითხი აღარ უნდა იდგეს. მრჩეველთა საბჭოს პარალელურად მაუწყებლებთან მუშაობა საპრეზიდენტო კანდიდატთა წარმომადგენლებისგან შემდგარმა საკონსულტაციო საბჭომაც უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში ეს უფრო იქნება პოლიტიკური ნდობის აღდგენა ტელევიზიების მიმართ. ამ რგოლის შექმნა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ეს იმ რეკომენდაციების ნაწილია, რომელიც მედია საბჭომ და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა შეიმუშავეს. 12 პუნქტიანი რეკომენდაცია მედიას უკვე დაურიგდა. საპრეზიდენტო არჩევნების ძირითად მონაწილეს ან მის წარმოადგენელს უნდა დაეთმოს თანაბარი საეთერო დრო ახალი ამბების ან პოლიტიკური დებატების ფარგლებში. თუ რაიმე მოვლენის კამპანიის ნაწილის ადეკვატურად გაშუქებისას, რომელიმე კანდიდატს საჭიროა დაეთმოს მეტი დრო, მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში სხვა კანდიდატებს მიეცეს იმავე მოცულობის დროის გამოყენების საშუალება. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული იმ მასალების ტირაჟირებისგან, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას.
ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითონ პოლიტიკოსები მედიით სპეკულირებენ, ხშირად თვითონ აცხადებენ უარს მონაწილეობაზე ამა თუ იმ თოქ-შოუებში და შემდეგ საუბრობენ იმაზე, რომ საეთერო სივრცე მათთვის დახშულია. თუ ესეთი საბჭო იარსებებს ამ ეტაპზე, იმედია ესეთი გაუგებრობები თავიდან იქნება აცილებული. ეს პუნქტები რაც არის ჩამოწერილი, რა თქმა უნდა, მისაღებია და ამას ისედაც ვიცავდით ჟურნალისტები. პარიტეტი, რომელზეც არის საუბარი პრინციპში 12-ვე პუნქტში, ჩვენ ამ პარიტეტს ისედაც ვიცავთ და მომავალშიც ალბათ დავიცავთ, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ჩვენი მუშაობა. თვითონ ის პიროვნებები, ვინც ამ ინიციატივას ხელმძღვანელობენ, მე უფრო რაღაცა მგონია, რომ ხელისუფლების იარაღები არიან რაღაც კონკრეტული მედია კომპანიების წინააღმდეგ და გასაკონტროლებლად. გადაწყვეტილი არ არის, რა სანქციები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიამ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ცესკოში დარწმუნებლები არიან, რომ ახალი დოკუმენტი საარჩევნო კანონთან ერთად პოლიტდებატებს უფრო საინტერესოს გახდის. შეუწყობს ხელს რაღაც ცივილურ მეთოდებით საარჩევნო კომპანიის წარმართვას. 12 პუნქტიანი რეკომენდაცია ძალაში სავარაუდოდ მომავალი კვირიდან შევა. და ჩვენ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსთავი 2 მიესალმება მედია საბჭოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და მზად არის თითოეული მათგანი გაითვალისწინოს. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ინტენსიური ხდება კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრები. დავით გამყრელიძე დღეს ექსპერტების მოსაზრებებს, ლევან გაჩეჩილაძე კი არასამთავრობოებს უსმენ და შენიშნა და წინადადება დღეს ბევრი იყო. ერთიანი ეროვნული საბჭოს ლიდერის ხედვა არასამთავრობო სექტორისთვის მისაღები აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი კი დღეს იძულებით გადაადგილებულ პირებს ხვდებოდა. აფხაზეთიდან დევნილება პრეზიდენტობის კანდიდატისგან მთავარი პირობა მიიღეს. მინდა ყველა მაწიოთ ხელი ვის დაბრუნდებათ. აფხაზეთში ღირსეულ დაბრუნებაზე თანხმობა მიხეილ სააკაშვილმა დევნილებისგან მერიაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიიღო. დღეს დევნილების შეკითხვებს პრეზიდენტობის კანდიდატი საათ ნახევარი პასუხობდა. 103 საათზე ღამე რო გამაღვიძოს, რა გინატრება, მე ვინატრება და ეს იმისაფსავი. მინდა გითხრათ და დაგკბილდეთ. თუ ჩვენ უახლოეს პერიოდში, და უახლოეს პერიოდი მე ვარაუდობდი ამას ჩემ პრეზიდენტობის პირველ ვადაში, მაგრამ ცნობილი გარემოების გამო შევამოკლე ეს ვადა, სწორედ იმისაც, რომ მიიღო ახალი მანდატი მთავარი საკითხების გადასაწყვეტად, მთავარი საკითხის გადასაწყვეტად, მე გპირდებით. მე გაძლევთ სიტყვას. რომ თუ 5 იანვრის არჩევნები და ეს არ არის ჩემი საარჩევნო დაპირება, ეს არის ჩემი ცხოვრების არსი, კიდევ ერთხელ მოვა. ჩავატარეთ ნორმალურად. შემდეგი ზამთარი ჩვენ ყველანი ვიქნებით ბევრად უფრო თბილ კლიმატის პირობებში. ჩვენ დავბრუნდებით სახლებში. მე ამის გარანტიას და დაპირებას გაძლევ. არასოდეს არ მithქვას არაფერი ასე კონკრეტულად. გვერდმა კი აკრას ჩვენ ვიზავთ. ღმერთის დახმარება. წინასაარჩევნო შეხვედრაზე დევნილებმა დაბრუნებამდე იმ ადგილსამყოფელის დაკანონების გარანტიებიც მიიღეს, სადაც ამ დროისთვის ცხოვრობენ. კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში კომუნალური პრობლემები მოგვარდება. ახლო მომავალში დევნილთა სიები დაზუსტდება და მათი დახმარებები რამდენიმეჯერ გაიზრდება. მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატისგან ყველა მათგანი საახალწლოდ ნობაც მიიღებს. და პირველი ეს არის, რომ ჩვენ დაბრუნება, უსაფრთხო დაბრუნება აფხაზეთში, შემდეგ ადგილზე სანამ დაბრუნდებით, მანამდე სადაც საცხოვრებელი ადგილის დაკანონება. იმედი მოგცა, რომ თუ გაგრძელდება მისი პრეზიდენტობის ვადა, აუცილებლად იქნება აფხაზეთში დაბრუნება, ეს ალბათ არის ძირითადი სურვილი დევნილებისა. დღეს შეხვედრებს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი მართავდა. ლევან გაჩეჩილაძე არასამთავრობო ორგანიზაციათა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. შეხვედრაზე მათ გაჩეჩილაძეს ის განცხადებაც გადასცეს, სადაც 7 ნოემბრის მოვლენებია დაგმობილი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის არასამთავრობო სექტორთან ინტენსიური ლაპარაკი, გნებავთ ინტენსიური კონსულტაციები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ახლა წავიკითხეთ თქვენი განცხადება, რომ სრულად დაგმობილი არის 7 ნოემბრის ჩახშობა გიწერიათ და სწორი სიტყვა მინდა ვთქვა. ეს მართლა ჩახშობა იყო იმ საპროტესტო მშვიდობიანი აქციების. ჩვენ 25 ნოემბერს დავამტკიცეთ, რომ არანაირი ძალადობრივი ფორმით არ გვინდა გამოვიდეთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. მრავალათასიანი მანიფესტაცია მოვაწყეთ კიდევ ერთხელ თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად და ძალადობის საწინააღმდეგოდ. ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ თქვენ გახვიდეთ საზღვარგარეთ, თქვენ მოკავშირე ორგანიზაციებთან და იმათ მიაწოდოთ თქვენი ინფორმაციები ყველაფრის შესახებ, ყველა ამ დარღვევების შესახებ, რაც აქ ხდება.
ერთადერთი, ვინც ამ შეხვედრას და განცხადებას არ დაუჭირა მხარი, ღია საზოგადოება საქართველო აღმოჩნდა. დანარჩენი მათგანი, ვინც მათ პოზიციებს იზიარებს, დღეს შეხვედრასაც ესწრებოდა. თუ მეტნაკლებად საზოგადოება ინფორმირებული არის გაერთიანებული ოპოზიციის მომავალ ქმედებებზე, საზოგადოება ინფორმირებული არ არის წინა საარჩევნო კამპანიაში აი ამ უსამართლობების წინააღმდეგ რა ღონისძიებები იქნება გამოყენებული, რომ რეჟიმი გადავიდეს თავისუფალი შეჯიბრის ფორმატში და არ აქონდეს ერთ ჯგუფს განსაკუთრებული უპირატესობა, ხოლო დანარჩენ ყველა მძიმე საარჩევნო მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილი. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მთავარი მიზანი არის, რომ დემოკრატიულად წარიმართოს საარჩევნო პროცესი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში შევიდღოთ ის პოზიციები თუ რა ასე ვთქვათ შეხედულება აქვს და როგორ ესახება ოპოზიციურ პარტიებს დემოკრატიულად არჩევნების წარმართვა და ჩვენი მხრივ თუ აცხადებთ ღიად, რომ ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს. დავით გამყრელიძის საარჩევნო პროგრამის დეტალური განხილვა კი ექსპერტებთან 2 საათი გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატისთვის გამარჯვების შემთხვევაში მთავარი სახელმწიფოებრივი წყობის სვლა და მასშტაბური რეფორმებია. გამყრელიძისვე გეგმებში შედის იმ პარლამენტის დათხოვნაც, რომელიც მას მხარს არ დაუჭერს. მირჩევნია რომ მტრულად განწყობილი იყოს, იმიტომ რომ მე შევიდა ნახავ მთავრობას და მტრულად განწყობილი არ დაამტკიცებს, ეს გახდება მიზეზი პარლამენტის დაშლისა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პლებისციტზე ვინმე გადაწყვიტოს ნოემბერში იყოს არჩევნები, ეს მოგცემს საშუალებას, რომ აპრილში ზუსტად მოუწევს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ეს იქნება ერთი გამოსავალი. გამყრელიძის საარჩევნო ხედვები ექსპერტებისთვის მისაღებია, თუმცა ჩნდება კითხვებიც, რამდენად რეალურია ამ პროგრამის განხორციელება. მე ვერ ვიტყოდი, რომ არის რაღაც შემთთვის აბსოლუტურად მიუღებელი ამ პროგრამაში რამე, მაგრამ ახლა რაღაცას შეიძლება დავეთანხმო, რაღაცას შეიძლება არ დავეთანხმო. ახლა კონსტიტუციური მონარქია არ მიმაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის. არ მიმაჩნია დაუშვათ, რომ აუცილებელია ასაკობრივი ქვედაზღვარის დადგენა რაღაც თანამდებობებისთვის იმ პერიოდში, იმ პირობებში, როდესაც ადამიანური რესურსების დეფიციტია რეალურად ქვეყანაში. რაღაცები არის საკამათო, რაღაც გონია რომ მიუღწეველია, მაგრამ ამაზე არ მინდა ახლა ლაპარაკი, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ნაბიჯია თვითონ პრეზიდენტობის კანდიდატისაგან, რომ შეხვდეს არა მარტო თანამოაზრეებს, არამედ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებსაც და იყოს გარკვეული ცივილიზებული დიალოგი. საპრეზიდენტო კანდიდატები წინა საარჩევნო შეხვედრებს დარჩენილი 38 დღის განმავლობაში კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძობენ. გლდანში და თბილისის კიდევ რამდენიმე უბანში ბუნებრივი არის შეგნებულად გათიშვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული გამოძიება უნდა დაადგინოს რა მიზეზით და ვინ დატოვა ზამთარში მოსახლეობა გაზის გარეშე. არ არის გამორიცხული საქმე დივერსიასაც ეხებოდეს. გამოძიების დასრულებამდე კი თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. გადაკეთეთ ცენტრალური ორგანოები. გლდანის ამიკრორაიონს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის პირველ საათზე აღუდგა. გაზის გარეშე გუშინ შუა დღის შემდეგ თბილისის რამდენიმე რაიონი და ქალაქის ცენტრალური ქუჩა დარჩა. ასეც უდავად წვალულთან პლიტებით ვართ ბავშვები დაგვიცივდნენ, შეშინებულები ვართ, უყელა ისეთი ხმაურით მოვიდა, კინაღმდახეთქა ტრუბები გაზმა და გვირდებიან რომ იქნება გაზი მეზობელთან ერთთან ვიკრიბებით, დენის გამათფობლით. გაზი არა გვაქვს. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელები გლდანიდან შემომავალ მაგისტრალზე განხორციელებულ დივერსიას ასახელებენ, მაგრამ კასტრანსგაზ თბილისი ამ ვერსიას ბოლომდე დადასტურებულად არ მიიჩნევს. კომპანია გაზის წნევის ხელოვნურად ვარდნას სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკავშირებს. По моему мнению, это делается для дестабилизации обстановки в городе, для чтобы опорочить казахстанского инвестора. Возможно, кому-то интересно, чтобы казахстанский инвестор свернул этот проект как убыточный, как невыгодный и уехал к себе. То есть здесь много причин, от личных до политических. Вчера было возбуждено уголовное дело ночью. Это по факту того, что была обнаружена организованная преступная группа из числа сотрудников компании, которые занимались нелегальной врезкой в газопроводную систему вблизи Глданской ГРС. Результатом данного факта явилось то, что было отключено около 15 ГРП. გამოძიების შედეგებს ელოდება ენერგეტიკის მინისტრიც ალექსანდრე ხეთაგურმა თბილისის გაზმომარაგების შესახებ ინფორმაცია დღეს მთავრობის ხდომასაც მიაწოდა. მინისტრი ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტების მიუხედავად საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეუწყდება.
არანაირი პრობლემა გაზომარაგებაში არ არის და შესაბამისად იყო რაღაც რეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც დროებით იყო გაზომარაგება კონკრეტულ რაიონებში შეწყვეტილი, ეხლა არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც დღეს დასახელდა ამ საბოტაჟთან დაკავშირებით, ამას სამართალდამცავი ორგანოები ამის შესახებ უკვე სათანადო შესწავლას და გამოძიებას ახორციელებენ. ქალაქის მერი გაზის გათიშვის კიდევ ერთ ვერსიას ასახელებს. მიზანი არის გამოიწვიონ არეულობა, გამოიწვიონ უკმაყოფილება, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს მხილებული, ამაზე დაიმსჯება უმკაცრესად. მოტივს აქ მნიშვნელობა არ აქვს, საბოტაჟი არის საბოტაჟი და ყველას მოხვდება ცხვირში. სამართალდამცველებს ამ დრომდე გუშინდელ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. საქმე 240 მუხლითაა აღძრული, რაც 2 ან 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსული არჩევნები აფხაზეთში. კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება სადათბიროს არჩევამდე 3 დღით ადრე კრემლი აფხაზეთში მმართველი პარტიის პოლიტიკურ დესანტს გზავნის. რუსმა დეპუტატებმა აფხაზის სეპარატისტების კონტროლირება ტერიტორიაზე ყუთები ჩაიტანეს და საარჩევნო პროცესსაც თავად აკონტროლებენ. სადათბიროს ოფიციალური ნაწილი კრემლის ამ გადაწყვეტილებას ერთიანი იძინაერასიას გამარჯვების წინაპირობად მიიჩნევს. რუსეთის სადათბიროს დეპუტატები დღეს აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტის თანხლებით იმყოფებოდნენ. საარჩევნო ყუთები ურნები იქნა შეტანილი ბლოკპოსტების ტერიტორიაზე, სადაც ხმას აძლევს როგორც პირადი შემადგენლობა, ასე თხოვენ რომ თავიანთი გამოხატონ თავიანთი აზრი ამ არჩევნების შესახებ და მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობამ. რა თქმა უნდა, ეს ხდება ადგილობრივი მოსახლეობის აზრისა და ადგილობრივი მოსახლეობის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. სადათბიროს არჩევნებამდე 3 დღით ადრე რუსეთმა ვადამდელი არჩევნების არაღიარებულ რესპუბლიკებში ჩატარება გადაწყვიტა. კრემლმა ამისთვის აფხაზეთში რუსეთის სადათბიროს მმართველი პარტიის ედინაერასიას წევრი ვადიმ ვარშავსკი მიავლინა. ვარშავსკისთან ერთად დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისი კიდევ რამდენიმე თანაპარტიელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე შემოვიდა. ასეთი უკანონობა, რომელიც საფუძველს წარმოადგენს, ცხადია იწვევს სხვა უკანონობებსაც და ბუნებრივია გამომდინარე აქედან ნებისმიერი ვიზიტი აფხაზეთში, მით უმეტეს სავიზო რეჟიმის დარღვევით და მით უმეტეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდისავლით, იქნება ეს დეპუტატი, იქნება ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი რუსეთის, თუ ეს იქნება ელემენტარულად უბრალოდ რუსეთის მოქალაქე იქ ჩასული, ეს არის უკანონობა. რუსეთზე ადრე ედინაერასია არჩევნების ჩატარებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში იწყებს. კრემლი ამ გადაწყვეტილებას თბილისის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების мотивით ხსნის. Видимо, боятся, что могут быть какие-то провокации в день выборов и стараются провести досрочное голосование. Поэтому надо кончать с этими противостояниями, чтобы никто нигде никогда ничего не боялся, никто никого не оскорблял. Футбол играть и собирать мандарины. არაღიარებულ აფხაზეთში დუმის ვადამდელი არჩევნები მმართველი პარტიის ედინაერასიას გამარჯვების წინაპირობად მიაჩნიათ სადათბიროს ოპოზიციურ ნაწილში. Если они все пришли с паспортами граждан России, я не исключаю, что эти доли будут проценты еще добавлены к путинскому, в общем-то, электорату. Тем более, говорят, что у президента там все-таки чуть-чуть не хватает до 2/3, чтобы конституцию поменять. Поэтому, может быть, эти две автономии и решат, наконец, этот вопрос, и тогда их действительно Путин будет на руках носить. რუსეთის სადათბიროს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან რამდენიმე სერიოზული დარღვევა ახლავს. დსთ-ის ფარგლებში 10-მდე ხელმოწერილი დოკუმენტია, სადაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს კონფლიქტურ რეგიონებში რაიმე პოლიტიკური სახის ღონისძიება ჩაატაროს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის სამსურველი რეგისტრაციაში არ გაატარა ლევან თახლიშვილის განცხადებით CSKM ამთადი ფილაურის გიორგი გახვკიძისა და გია ჩხიკვაძის დოკუმენტაციები აღმოჩენილი ხარვეზების გამო დაიწუნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თქმით პრეზიდენტობის სურვილებს შეუძლიათ CSKM-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩირონ. ამ დროისთვის წინასაარჩევნო კამპანიას 22 პრეზიდენტობის მხოლოდ 19 მსურველი განაზრობს. გიორგი ჟვანიათი მესამე 22 კანდიდატიდან ასე ვთქვათ დარეგისტრირდა ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე 19 მათგანი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ძირითადი კანდიდატი, რომელიც მოიაზრებოდა, არის ამ 19-ში, აქედან გამომდინარე არავინ არ გამოკლებულა. ყველა მათგანს აქვთ ეხლა დრო 6 დეკემბრამდე, რომ შეაგროვონ 50000 ხელმოწერა. შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას 5 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ეპატიჟება ლეიბორისტების ლიდერი მხარდამჭერების შეკრებას ვარდების მოედანზე გეგმავს, საიდანაც მსვლელობა პარლამენტის შენობასთან მოხდება. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აქციით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს არ გააყალბოს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები.
გაყალბების ჯადოსნური კარუსელი ამუშავებულია მთელი სიმძლავრით, რასაც სჭირდება საერთო სახალხო წინააღმდეგობა. დაიწყება შვიდობიანი კანონიერი მანიფესტაცია მთელ რუსთაველის პროსპექტზე და დამთავრდება პარლამენტის სასახლესთან, რათა კიდევ ერთხელ დაინახოს შინაურმაც და მთელმა მსოფლიომაც, რომ ქართველი ხალხი, მთელი საქართველო არ დაუშვებს დიქტატურის რეანიმაციას ჩვენს მამულში. პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი გია მაისაშვილი იტალიის ელჩს საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა და 2 საათი გაგრძელდა. მომავლის პარტიის ლიდერმა დიპლომატებს საკუთარი საპრეზიდენტო პროექტები წარუდგინა, ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირის ასამბლეაში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ესეთი შეხვედრა მე არასდროს არ მქონია. ესეთი დაინტერესება, ესეთი ჩაძიება თვითონ კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებში, საგანმანათლებლო ჯანმრთელობის დაცვისა, საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე საუბარი და არის სრული ენთუზიაზმი ევროკავშირის ელჩებისა ამ პროგრამის განხორციელებაზე. საქართველოში ახალი ავიაკომპანიები